მოგესალმებით, მე ვარ ნინო კეპულაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი. ჩემი ვიდეო ლექციის თემა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები. წინა ორ ვიდეო ლექციაში ვისაუბრე მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებებზე, კერძოდ B-სა და პირგასამტეხლოზე და ამ ვიდეო ლექციაში ვისაუბრებ მოვალის გარანტიაზე. მოვალის გარანტია სიახლეს წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივ სინამდვილეში. იგი მოთხოვნის უზრუნველყოფის პიროვნულ საშუალებათა კატეგორიას განეკუთვნება. მოვალის გარანტიის სამართლებრივი ინსტიტუტის ანალოგი არ მოიპოვება არა მარტო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძვლად არსებულ გერმანიის სამოქალაქო კოდექსში, არამედ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების სამოქალაქო კანონმდებლობებშიც. საქართველოს გარდა არსებობს მხოლოდ მოლდოვისა და თურქმენეთის სამოქალაქო კოდექსებში. მოვალის გარანტიას ნაკლები პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და გამოყენება აქვს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი უზენაესი სასამართლოს განმარტება მოვალის გარანტიის სამართლებრივი ბუნების შესახებ. მოვალის გარანტია მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულების სამართლებრივი საშუალებაა. იგი როგორც სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები ვალდებულების შესრულებას ემსახურება, თუმცა გარკვეული განსხვავებით. ზოგადად მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების დანიშნულება შესრულების გარანტიაა და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი იკავებენ შესრულების ადგილს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულების შესრულება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება. აღნიშნულიდან მონაკლის წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი B პირგასამტეხლო და მოვალის გარანტია, რომელთა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებას განსხვავებული დატვირთვა აქვს. უზრუნველყოფის საშუალებათა ეს კატეგორია ვალდებულების შესრულებას ვერ უზრუნველყოფს და იგი ემსახურება მოვალის იძულებას დროულად შეასრულოს ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკისრება მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებებით გათვალისწინებული მოქმედების შესრულება. ამდენად მოცემულ შემთხვევაში მოვალის რაიმე უპირობო მოქმედების ან ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს. საბანკო გარანტიისგან განსხვავებით, მისი გამცემის როლში არა ბანკი, სადაზღვევო კომპანია ან სხვა რომელიმე საკრედიტო დაწესებულება, არამედ თვითონ მოვალე გამოდის. მოვალის გარანტიის თანახმად, მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სწორედ მოვალეს და არა სხვა რომელიმე მესამე პირს დამატებით ეკისრება რაიმე უპირობო ან ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც სცილდება ძირითადი ხელშეკრულების საგანს. მოვალის გარანტია მოვალის აქციელის მართვის შესაძლებლობას იძლევა. მოვალე მიცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას დამატებითი დაეკისრება მოვალის გარანტიით განსაზღვრული მოქმედების შესრულება. ამდენად მისი პასუხისმგებლობა მოვალის გარანტიით უფრო დამძიმდება. სწორედ მოსალოდნელი საფრთხე აიძულებს მოვალეს ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება. იმისთვის, რომ მოვალის გარანტია წარმოშობილად ჩაითვალოს, მოვალის ცალმხრივი ნების გამოვლენა არ არის საკმარისი. აუცილებელია მოვალესა და კრედიტორს შორის ხელშეკრულების დადება. იგი ძირითადი ვალდებულებისგან დამოუკიდებელი, ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რომლიდანაც ვალდებულება მხოლოდ მოვალეს წარმოეშვება. კრედიტორის ვალდებულებას კანონმდებელი არ ითვალისწინებს. მხარეებს შეუძლიათ მოვალის გარანტიის შესახებ ხელშეკრულება ან ძირითადი ხელშეკრულების ტექსტში ჩართონ, ან ცალკე გააფორმონ. კანონმდებელი ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის შეზღუდვას არ ითვალისწინებს. მოვალის გარანტიის ნამდვილობისთვის წერილობითი ფორმა არის აუცილებელი. კანონმდებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 426 მუხლში იმპერატიულად ადგენს აღნიშნულ მოთხოვნას. წერილობითი ფორმის დაუცველობა გამოიწვევს მოვალის გარანტიის შესახებ მიღწეული შეთანხმების ბათილობას, რომელიც თავის მხრივ გავლენას ვერ მოახდენს ძირითადი ვალდებულების არსებობაზე. მოვალის გარანტიით არა მარტო სახელშეკრულებო, არამედ შეიძლება კანონის მიერ ვალდებულებათა შესრულებაც იქნეს უზრუნველყოფილი. მოვალის გარანტიის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მონაცემები კრედიტორისა და მოვალის შესახებ, ასევე ის ვალდებულება, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც კისრულობს მოვალე მოვალის გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქმედებას. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი თუ რაში მდგომარეობს მოვალის გარანტია.
მხარეთა კერძო ავტონომიის პრინციპის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ შეათანხმონ მოვალის ნებისმიერი ქმედება. მთავარია, რომ იგი რაიმე უპირობო მოქმედებაში ან ისეთი მოქმედების შესრულებაში მდგომარეობდეს, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს. შესაბამისად, იგი ყოველთვის ანიჭებს კრედიტორს ისეთ უფლებას, რომელიც მას ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ გააჩნია. მაგალითად, დათომ გიორგის ასესხა 1000 ლარი. ვინაიდან გიორგი ხელოსანია, იგი დაჰპირდა დათოს, რომ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში იგი უფასოდ გაურემონტებდა დათოს საძინებელ ოთახს. შეგვიძლია ჩამოთვალოთ, რა შეიძლება იყოს მოვალის გარანტია. მოვალის გარანტია ჩაითვლება, როდესაც მოთხოვნის გამყიდველი მოვალის გადახდის უნარიანობაზე იკისრებს პასუხისმგებლობას ახალი კრედიტორის წინაშე. მოვალის გარანტია ჩაითვლება, როდესაც მოვალე კრედიტორს აძლევს გარანტიას თვითონ გაიღოს ის ხარჯები, რომელიც ფულის კურსის ცვლილებით იქნება გამოწვეული. მოვალის გარანტია შეიძლება იყოს ასევე აქციათა ვაჭრობის დროს მოვალის მიერ კრედიტორისთვის მიცემული აქციის კურსის გარანტია. მოვალის გარანტია ჩაითვლება ასევე საწარმოს გამყიდველის მიერ მყიდველისთვის მიცემული გარანტია, რომ საწარმო მყიდველს კონკრეტული ოდენობის მოგებას მოუტანს. ზოგიერთ შემთხვევაში მოვალის გარანტია შეიძლება ასევე ჩაითვალოს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის აღებაც. იმისთვის, რომ კრედიტორმა შეიძინოს მოვალის გარანტიით გათვალისწინებული შესრულების მოთხოვნის უფლება, აუცილებელია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა. კრედიტორის მოთხოვნა სწორედ ამ მომენტიდან წარმოიშობა. მოთხოვნის წარმოშობა კრედიტორის მიერ რაიმე სხვა მოქმედების განხორციელებაზე არ არის დამოკიდებული. მოვალის გარანტია მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა დამატებით საშუალებათა მსგავსად აქსესორული უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი წარმოშობა, არსებობა და განხორციელება ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. მოვალეს შეუძლია კრედიტორს წარუდგინოს როგორც მოვალის გარანტიიდან, ასევე ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებლები. იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნას მოვალის მიმართ კრედიტორის სხვა მესამე პირს გადასცემს, აღნიშნული გადაცემა 201 მუხლის შესაბამისად გამოიწვევს ასევე მოვალის გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების გადასვლას მოთხოვნის ახალ მფლობელზე. მართალია მხარეები კერძო ავტონომიის პრინციპის თანახმად მოვალის გარანტიის შეთანხმებისას პრინციპულად თავისუფალნი არიან, თუმცა კანონმდებელი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს მოვალის გარანტიის ნამდვილობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 425 მუხლის თანახმად გარანტია ნამდვილად ჩაითვლება, თუ კი იგი არ ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ წესებს, ან ზედმეტად არ ავალდებულებს მოვალეს. ნების თავისუფლება მოქმედებს მანამ, სანამ არ ირღვევა სხვათა უფლებები, საჯარო წესრიგი და კერძო სამართალში არაღიარებული პრინციპები. სწორედ ეს ჩარჩოებია გარანტიისათვის დადგენილი. ამ ჩარჩოების ფარგლებში იგი თავისუფლად შეიძლება შეთანხმდეს მხარეთა მიერ. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, იგი ძალზე ზოგადია. რაც შეითვლება მოვალის ზედმეტად დავალდებულებაში, ეს სასამართლოს შეფასების საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. როგორც ითქვა, მოვალის გარანტია არც თუ სისტემურად თავსდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ქვეთავში მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები. მისი არაერთგვაროვანი განმარტება ქართულ სამართლებრივ ლიტერატურაში და პრაქტიკაში გამოუყენებლობა შესაძლოა გახდა კიდევაც მიზეზი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში არასწორად განმარტა 424 მუხლი და იგი არასწორად მიიჩნია მხარეთა შეთანხმება არასწორად მიიჩნია მოვალის გარანტიად. თუმცა უზენაესმა სასამართლომ თავის მხრივ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს არასწორ სამართლებრივ შეფასებაზე.